გონიო აფსაროსის არქეოლოგიურ უბნებს დანიის სამეფო სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის კათედრის ასოცირებული პროფესორი პრევენციის მიზნით შეისწავლის. კრასიმირა ფრანგოვა ბათუმში 5 დღის განმავლობაში დარჩება. ვიზიტის ფარგლებში იგი დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სემინარს დაესწრო. უწყებაში მსოფლიოში არსებულ თანამედროვე საკონსერვაციო მეთოდებზე იმსჯელეს. სემინარი მიმდინარეობს არქეოლოგებისთვის. ჩვენ გლობალურად განვიხილავთ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან არქეოლოგები, განსაკუთრებით აჭარაში. არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ნივთები როგორ უნდა შევინახოთ, როგორ უნდა გადავარჩინოთ და მოვახდინოთ მათი კონსერვაცია. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ გვაქვს სპეციფიკური პრობლემები, რომელიც ვაწყდებით სხვადასხვა არქეოლოგიურ უბნებზე, სქემა გონიოში, ფიჩნარში თუ სხვა არქეოლოგიურ ობიექტზე. ამ ნივთებთან დაკავშირებით კერამიკა იქნება ეს თუ ბრინჯაო იქნება თუ რაღაცა სხვა მეტალი და ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ჩვენ უცხოეთიდან სპეციალისტი ამ დარგში.